მადლობა პირველ რიგში სურვილისათვის. ჩვენი პროდუქცია, რა ვიცი, ტრადიციულად იგივე ადგილას ვართ, უბრალოდ გეოგრაფია გვეზრდება ადგილობრივ, თუ დავიწყეთ ერთი საფუძვლით, მეორე წელს ჰქონდა 3, დღეს უკვე გვაქვს 9 ადგილას და წელს იქნება მე-10. გაიხსნება. ასევე გვემატება პროდუქცია დაუშვათ. წამომზადეთ წელს სულ ახლახან და ეტიკეტიც კი ვერ მოვასწარი და ეს არის კრემირებული თაფლი. ანუ მარტივი ასაცმელი რო იყოს. ერთი და იგივეა ესენი. უბრალოდ შენახვის პირობებიდან გამომდინარე ეს დაკრისტალდა, ეს თხევადი დარჩა. აი ეს დაკრისტალებული დამიქსერებით, ასე ვთქვათ, გამოდის აი ესეთი კრემირებული თაფლი. ეს კონსისტენცია აქვს როგორც ეგრეთ წოდებული ზგუშონკა. ანუ პროცესი ის არის, აქ კრისტალი გვხვდება ჩვენ და ზოგისთვის არასასიამოვნოა დავუშვათ, ზოგს პირიქით მოწონს. მაგრამ აქ უკვე ეს კრისტალების ზომა არის მინიმუმამდე დასული, ასე ვთქვათ. ანუ ეს იგივე დაკრისტალებულია, მაგრამ კრისტალს ვერ გძნობს. ეს მომენტია, ეს აგვაქვს სიახლე. ასევე სიახლე გვაქვს თაფლის ღვინო, რომელიც ელოდება თავის სერტიფიკატს, ასე ვთქვათ, ლიცენზიას. და ასევე შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე მაღალ პროცენტიანი ალკოჰოლი, ანუ არაყზეა საუბარი თაფლის. ოღონდ ჩვენი ყველა პროდუქტი, ასევე სიახლე გვაქვს თაფლის ჩურჩხელა და ესაც ანუ თაფლის სეგმენტიდან არ გავდივართ. არ ვეხებით ტრადიციულ ღვინოს, არ ვეხებით ტრადიციულ ჩურჩხელას. არაყს და სხვათა შორის თაფლის არაყი მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ჩემნაირად გაუკეთებია ოდესმე. აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიაა. ალბათ ვინც გასინჯა, აქვთ გასინჯული, ასე ვთქვათ. ჰქონდა დეგუსტაცია სახლში, მეგობრებთან და ყველასგან მოწონება დაიმსახურა. ეს არის ჩვენი სიახლეები ჯერჯერობით.